მე ძალიან მიხარებ გარკვეულწილად ექსპერიმენტულია ჩვენი თეატრის სტუდია, იმიტომ რომ ჩვენთან ბავშვები თან გერიან, თან ცეკვავენ და ახლა საზოგადოების ბავშვები და მათ მოყვართ და თინათინი, რომელიც არის ჩვენ უფრო მინდა რომ მეგობრებს მათთან, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მომავალში. ეს იმიტომ არ ვამბობ რომ რაღაცა ვინდა საქველმოქმედო გავაკეთოთ, მართლა ვიდა და მართლა უნდა დავაკეთოთ. Thank you.
მაოსებს ირმასოხაძე ყოველ წელს და ყოველ 10 წელიწადში და 25 წელს ეს არის უნიკალური ადამიანი და დღესაც დავწუნდი რომ აი ეს სამავშვე მუსიკი გენიალური მუსიკით და დიდი სიყვარულით რომელიც ირმას ბავშვების მიმართ აქვს. მას ძალიან უყვარს ბავშვები და ეთყობა კიდეც გულოცავ ამ მშვენიერ გამარჯვებას და ღმერთს ვახენას რომ აი ეს ბავშვები ამ პატარა დარბაზიდან დიდ საკონცერტო დარბაზში გამოსულიყვნენ და ეს სპექტაკლი ელახებინა მთელი საქართველოს. ეს ძალიან ზღაპული იყო, რა თქმა უნდა. მე მინდა ირმას მიულოცო, იმიტომ რომ შესანიშნავი მუსიკა და სიტყვები და რაც ამარია სტუდიას მიულოცო. და მიულოცო მათ პედაგოგებს, რომ ბავშვები კარგები არიან, მაგრამ თუ არა პედაგოგების ესეთი როგორ გითხრა ენერგია და ესეთი მონდომება, ნამდვილად ასეთი არის. ამიტომ პედაგოგებს ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩვენი შრომა ნამდვილად დაფასდა, როგორც იტყვიან. ყველამ გააკეთა მაქსიმუმი, რაც მოსალოდნელი იყო იმისა,
ვერ ვიტყვი ვერავიზე საყვედურს, იმიტომ რომ აი დაწყებული რა ვიცი, პედაგოგებით, რეჟისორით, მსახიობებით, ასე ჩემი ნორჩი მოწაფეებით ის გამოწკეთება ეს ყველაფერი, ყველა მოინდომა მაქსიმალურად. ასე მაყურებელია, მაყურებელი რუცფელად გამოხატავს თავის სიხარულს და ჩვენ დანიშნულებაც ეგ არის. ვილოცავ ჩემ პატარა მეგობრებს, ვილოცავ ყველას, ვინც ეს დადგმა განახორციელა. მე ვარ ავტორი ლექსისაც, ტექსტისაც, მუსიკისაც, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ველავდი. მეგობრებო, თვითონ მე ძალიან მომეწონა ჩემი როლი, მე ვიყავი ჯადოქარი, ასევე ძალიან მომეწონა თვითონ სპექტაკლიც. ჩვენ ქონა ორი ნაწილია, ეს იყო მეორე ნაწილი, პირველიც დადგმაც ქონდა აქ ამ სცენაზე, მაგრამ მეორე დადგმა უფრო საინტერესო და უფრო სახალისო იყო. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხოთ პირველ რიგში დედაჩემს, ყველა მასწავლებლებს აბსოლუტურად და რავი, ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი და თვითონ მთავარი როლში ვიყავი. პოლიციის, სულელი პოლიციის, ძალიან სასაცილო და რავი, ძალიან მომეწონა, რომ პირველად კვაყოფილი ვარ და ხალხსაც უყურებდი, რომ კვაყოფილი იყო. და ყველაფერთვის ძალიან დიდი მადლობა. დღევანდელი სპექტაკლი თუ არაჩვეულებრივზე კმაყოფილი. მინდა აი ამ ბავშვებს უსურვო ერთი რამ, რომ აი ესენი არიან პროფესიონალები და კიდე დიდ სცენაზე გამოეუხსხავნებინოთ თავისი პროფესიონალიზმი და ასე შემდეგ. მე ვიტყოდი ერთ რაღაცას, რომ აი ეს ბავშვები დღეობით რაც გააკეთეს სცენაზე, ეს არის წარმოუდგენელი და ეს არის ჩემი აზრი პირადი, რომ ესენი არიან უკვე დიდი არტისტები და შეუძლიათ საქართველოში უკვე თავისი სათქმელი თქვა და მათ ულოცავ ყველაფერს, ქალბატონი ირმა სოხაძეს ულოცავ დღევანდელ დღეს. ეს იყო არაჩვეულებრივი სპექტაკლი, არაჩვეულებრივი მუსიკა, არაჩვეულებრივი აკომპანიმენტი და ასე შემდეგ. არ ვიცი, ყველაფერი. დიდი მადლობა ყველას, ჩემ თავსაც დიდი მადლობა. ესე იგი, ვილოცავ სტუდია მხიარულ ნოტებს დღევანდელ წარმატებულ გამოსვლას. ბავშვობა ნამდვილად ძალიან დიდი საქმე გააკეთეს დღეს, ბევრი იშრომეს და ეს შრომა ნამდვილად დაუფასდათ. ძალიან წარმატებული გამოსვლა იყო. დიდი მადლობა ქალბატონ ირმა სოხაძეს. მადლობა მთელ კოლექტივს, იმიტომ რომ შრომა დაგვიფასდა მე მგონი. ბატონ რეჟისორს ირაკლი სანაიას დიდი მადლობა, ხელმძღვანელ ნათია ხუციშვილს და რა ვიცი, წარმატებებს უსურვებთ და წინსვლას ბავშვებს და რა ვიცი, ყველა ძალიან მიყვარხართ ბავშვებო. გილოცავთ მხიარულ ნოტებო, ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყოველ მათგანს ბავშვებიდან. ძალიან საყვარლები არიან, ჩემი გულის გამხარებლები არიან. ძალიან მინდა რომ ასე წარმატებულად გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა. დიდი მადლობა ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ. ძალიან ლამაზი საღამო იყო, ყოფილი ვარ მე პირადად. ძალიან ლამაზები იყვნენ ბავშვები, კარგად შესრულდა სიმღერები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ვინც ამ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, ატარებს უმესი მადლობა ჩვენს პედაგოგებს, ნიჭიერესებს, ნინო მანჯავიძეს, ელენე მელქაძეს, ირაკლი სანაიას, ლანა ხავთას, ქალბატონ ირმას უღრმესი მადლობა და ძალიან ბედნიერი ვარ დღეს მე, რომ ესე ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძალიან კარგი საღამო იყო და ყველას დიდი მადლობა ამ დღესთვის.